საშინელ დღეში არიან ჩავარდნილი საქართველოს ოპოზიციის წარმომადგენლები, ეგრეთ წოდებული პროევროპელი ძალები და ხალხს ეჭიდებიან, უკვე აღარ იციან რა ქნან და ბატონი გვარამია იყო მთავარის ეთერში და ხალხს საყვედურობს, რომ იძახის ესეთ რამეს, რომ საზოგადოებას მიმართავს, რომ თქვენო ნუ გგონიათო, რომ პოლიტიკოსებსო ყველაფერი შეგვიძლიაო. პოლიტიკური პროცესებითო ამაზე უფრო მეტი შედეგის მიღწევა შეუძლებელიაო, რა შედეგიც ახლა გვაქვსო და თქვენ უნდა იყოთო ყოჩაღებიო, თქვენ უნდა გამოხვიდეთო ასობით ათასიო ქუჩაშიო და აი მაშინო ამ ხელისუფლებას დავამთავრებთო და არ ამგონია რომ ოდესმე შეძლონ ამათმა და ქუჩაში 100,000 ადამიანი გამოიყვანო. ასევე ზის გვარამია და ამტკიცებს, რომ თურმე ეს არჩევნები გაყალბდა და საქართველოს მოსახლეობაო ქართული ოცნების ხელისუფლებას არალეგიტიმურად მიიჩნევსო და მთავარი არის ისო, რომ ამ ხელისუფლებასო ქვეყნის შიგნით არ აქვსო ლეგიტიმაციაო. საოცრება. ეხლა მე მაინტერესებს თუ მართლა ეს 100-ია და ეს 100,000-ობით ხმა გაყალბდა, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც მოპარეს არჩევანი და ვისაც გაუყალბეს არჩევნები, რატო ვერ ვხედავთ მთელი აი ამ ხნის განმავლობაში ქუჩაში, რატო არ ვერ გამოიყვანეს ის ხალხი, ვისაც მოპარეს არჩევნები, ხო? ეს ხო ძალიან მარტივია და ლოგიკურია. Რო იძახი რომ 300,000 ხმა მომპარეს. ამ 300,000-დან მინიმუმ 100,000 კაცი ხო მაინც უნდა შეძლო და გამოიყვანო, ხო? თუ მართლა აი ეს ასე იყო, რასაც იძახიან. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ოცნებამ ეს არჩევნები მოიგო, შესაძლებელია იქ რამე გაყალბება იყო, ძალიან მცირეოდენობა, შესაძლებელია. მაგრამ აი ეს ფარჩაკები, რასაც აწვევიან, რომ თურმე 100,000 ხმა გაუყალბეს, სად არის ეს ხალხი? სად არის ის საზოგადოება, რომელ საზოგადოებაზეც გვარამია ლაპარაკობს და იძახის, რომ თურმე ხალხი და საზოგადოებაში ქვეყნის შიგნით არ აღიარებს ქართულ ოცნებასო. სად არის ეს ხალხი? სად არის ის ხალხი, რომელი ხალხიც არალეგიტიმურად მიიჩნევს ქართული ოცნების ხელისუფლებას. რატო ვერ ვხედავთ? თუ ეს 500 კაცი თუ არ მიიჩნევს და მაგას გულისხმობს გვარამია, არ ვიცი. ყველაზე ბევრი ადამიანი ამათ აი ამ ფარჩაკებმა ქუჩაში გამოიყვანეს, აი პიკი რო ქონდათ, აი ყველაზე მეტი რაც იყო, ჩემი აზრით არის, აი შეიძლება ყველაზე ბევრი 40,000. მაშინ როცა ყველაზე ბევრი იდგნენ. აი თავისი რაიონებიდან და სოფლებიდან და სრულიად საქართველოსთან შეგროვებული, რაც აი ყველაზე მაქსიმუმი შეძლეს და დააყენეს, ეს იყო მაქსიმუმ 40,000 კაცი და მაგდენიც არ იქნებოდა დარწმუნებული ვარ. და აი ამის იმედად არის ეხა გვარამია და ოპოზიცია დარჩენილი, რომ იქნებ როგორმე კიდე მოახერხონ ის, რომ ადამიანები მოატყუონ რაღაცა ისეთი ტყუილი უთხრან ამ ადამიანებს, რომ გააბრაზონ და გამოიყვანონ ქუჩაში. საქართველოს ოპოზიცია არის იმის იმედად დარჩენილი, რომ იქნებ აი ამ ქალბატონ მზია ამაღლობელს რამე დაიღუპოს პირდაპირ ვიტყვი რა. აი იქნება ეს ქალბატონი გარდაიცვალოს, რომ მე აი ამაზე ხალხი გაბრაზდეს, გამოვიდეს ქუჩაში და აი ამ ფარჩაკებმა გამოიყენონ ეგ სიტუაცია სათავისოდ, რომ რამე პოლიტიკური ამინდი შექმნან ამ ქვეყანაში. მაგრამ არ ამგონია რომ გამოვიდეთ და ამათი კიდევ ერთხელ ვიტყვი, ამათი დასასრული გარდაუვალია ამ ქვეყანაში, მე ესე მგონია. ესენი არიან დარჩენილები აი მაგ ამაღლობელის გარდაცვალების იმედზე და ესენი არიან როტის იმედზე დარჩენილები, ვიღაცა გათხოვილი ტიპი რო ყავთ იქ სადღაც გერმანიაში. ესენი არიან დარჩენილი გონჩარენკო რო ვიღაცა გამოყლებული უკრაინელის დეპუტატი
გიჟი ჩვეულებრივი, აი მაგის იმედი აქვთ და ზელენსკის იმედი არ მოუშალოს ღმერთმა აი ამ ჩვენ ოპოზიციას. აი ეგ არის მაგათი იმედი და ეგ არის მაგათი სახეც და რა ვიცი, თავიც და ბოლოც და შინაარსიც რაც არიან. ესენი თავის გარდა ყველას და ყველაფერს აბრალებენ აი ამ არჩევნების წაგებას. თავის ამას არ აბრალებენ და ყველაზე მთავარი და ყველაზე პირველი და რა ვიცი, დამნაშავე ამ არჩევნების წაგებაში არიან თვითონ ესენი, იმიტომ რომ ესეთი ფარჩაკები, ესეთი ბანძები რო არიან, იმიტომ რომ ამ ქვეყნის მტარები რო არიან და ხალხი ძალიან კარგად მიხვდა. და ამათ როგორი წარმოდგენა აქვთ იცი, მიშა და ბიძამისი ლივჩი რო ლაპარაკობდნენ ქართველებზე, აი როგორც მოიხსენიებდა მიშას ბიძა ქართველებს რა, აი ეგეთი წარმოდგენა აქვთ დაახლოებით და მართლა გონიათ რომ ქართველი ხალხი ეგეთია რა, თუ როგორც გინდა ისე მოატყუებ, რასაც გინდა იმას გააკეთებინებ, მაგრამ საბედნიეროდ არ აღმოჩნდა ეს ასე და პირიქით საკმაოდ გონიერი გამოდგა ქართველიერი და საკმაოდ წინდახედული და საკმაოდ კარგი და იმიტომაც დაასრულა ამ ქვეყანაში სწორედ ქართველმა ერმა და ქართველმა ხალხმა აი ამ ნაციონალური მოძრაობის მტრობა ამ ქვეყანასთან. აი ამის თქმა მინდოდა გვარამიას განცხადებებზე და აი ამ ოპოზიციის ბოდვებზე.